თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობს. პარალელურად აქტიურად გრძელდება ხევის ნაპირსამაგრის სამუშაოები, რაც სპეციალისტების შეფასებით დატბორვის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვლავ შეფერხებით მიეწოდება, თუმცა შესაბამისი სამსახურები პრობლემის სრულად აღმოსაφრელად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. თელავში უკვე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. სპეციალისტებმა ბარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცობმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი, როდის აღდგება ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა. ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება სტიქიიდან მეორე დღესვე ეტაპობრივად დაიწყო. მოვლენების ეპიცენტრიდან ძირითადი მასა, ნატანი მასა უკვე გატანილია. სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები, სათავე ნაგებობის მიმართულებით და სოფელი გულგულა ვარდისუბნის მიმდებარე კეთდება ნაპირდამცავი გაბიონი იმისათვის, რომ 2 კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეუქმნას საფრთხე პირველ რიგში იქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ასევე ცოცხალი ძალით გრძელდება დახმარება კომერციული ობიექტების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფების გაწმენდისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სამ სოფელს, რომელსაც შეზღუდვით მიეწოდება წყალი, ეს არის კისისხევი, წინანდალი და ვარდისუბანი, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა სათავე ნაგებობები მოწესრიგდეს და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება აღნიშნულ სოფლებში.